ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, შვიდობა თქვენდა. მისალმების ამ მართლმადიდებლური, ლოცვა გარეული ფორმით მინდა მოგმართოთ ამიერიდან. შვიდობა თქვენდა, ესა აღდგომილი მაცხოვრის პირველი სიტყვები, რომ შეიცნო არსი და სიღრმე ქრისტეს აღდგომისა და შენც გახდე თანამოზიარე ამ დიადი ზეიმისა, ყოვლის მომცველი მშვიდობაა საჭირო. მშვიდობა ღმერთთან, მოყვასთან, თვით შენს თავთან, ბრძანებს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ამიტომაც მივიღე ასეთი გადაწყვეტილება აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში. შვიდობა თქვენდა, ძვირფასებო. დღეს ჩემი საავტორო გადაცემა საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე, სიკეთით, მეტად სამწუხარო ფაქტს ეძღვნება. წლევანდელი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ელდაც ახლდა. სწორედ ამ დიადის ზეიმის დღეს სადამაღლებული, გამორჩეული ხელოვანი, რეჟისორი, მხატვარი, მულტიპლიკატორი დავით ციხარულიძე, რომლის დიდებულ ფილმებზე თაობები გაიზარდა, ქართველმა ერმა, თბილისმა, უკანასკნელ გზაზე გააცილა. წლის წინ 2023 5 მაისს თბილისის კინოსახლში კინოაკადემიამ ანიმაციური ფილმის ბედი ჩაკროლოსი ჩვენებას უმასპინძლა. პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა. უმთავრესი მაინც ის გახლდათ, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო სიგელი დააჯილდოვა დავით ციხარულიძემ. ანიმაციური ფილმებით ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. საპატრიარქო სიგელი რეჟისორს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, თეოლოგიის დოქტორმა მეუფე ნიკოლოზმა გადასცა. განსაკუთრებული და საინტერესო კომისიით ერთობა წმინდესა და უნეტარესი ილია მეორესთან შესახებ. მინდა გითხრათ, რომ მის შესახებ პატრიარქი ძალიან მაღალი აზრის იყო, ძალიან უყვარდა პატრიარქს და მისი გამოხატულება საბოლოო იყო ის, რომ სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც დათოს იუბილეი იყო, პატრიარქმა გამოუგზავნა წერილი, სწორედ დიპლომი დალოცვის და მისი შემოქმედების შეფასება ეწერა. აქ ძალიან მაღალი შეფასება და მისი ხელმოწერილი ეს სიგელი დათოს ოჯახში ინახება, ასე რომ ესეც რაღაც ერთ-ერთი დადასტურება, აბსოლუტური დადასტურება დათოს პიროვნების სიგელის. პატრიარქის ლოცვა-კურთხევა. ეს უდიდესი შეფასება. ალბათ ამ დედამიწაზე მაგაზე მაღალი შეფასება. ალბათ არის, ჩვენთვის ყოველი ადამიანისთვის წარმოუდგენელია. ასე რომ ყველა მიწიერი თუ ღვთაებრივი შეფასება მიიღო მან თავისი პიროვნების, თავისი შემოქმედება. გეტიერი ადამიანია. ართო გარიაბეთი გეტიერი ადამიანია. გაცილებით ადრე 1982-ში კანის 37 კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში გამარჯვებულ დავით ციხარულიძისა და დავით თაყაიშვილის ფილმს ჭირი უმკაცრესმა ჟიურიმ პალმის რტო მიანიჭა, რაც ყველასთვის სიურპრიზი იყო, თავად ავტორებისთვისაც კი. მათ არ იცოდნენ, რომ ეს ფილმი საკონკურსოდ გაგზავნეს კანის ფესტივალზე. ანიმაცია რეალობასა და ირეალობას შორის ზღვარზე მყოფი ხელოვნებაა. ასე სწამდა რეჟისორ დავით ციხარულიძეს და სიმბოლოებით, რებუსებით,
მინიშნებებით, სიღრმისეული ქვეტექსტური ინფორმაციით დაყურსული ეს ზოგად ფილოსოფიური ანიმაციური ფილმი შედევრი, ჭირი, ფორმით ირეალური, შინაარსით რეალურ სათქმელს, დიდ ტკივილს, მარადიულ გლობალურ პრობლემას მორგებული, უჩინარი ხელით მუქ ფერებში დაუნდობლად გადაღებილი კაცთა ყოფის ტრაგიზმს, ფერადოვანი წუთი სოფლის თავზე დამოკლეს מחვილივით დაკიდული ერთფეროვნების საფრთხეს იტევს. უყვარდა ყველაფერი ქართული, გამორჩეულად ქართული ფოლკლორი, მრავალხმიანობა, ქართული ლიტერატურა, როგორც თავად ბრძანა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში, რა ბედნიერებაა ქართველ ავტორებზე მუშაობა, ქართული ანიმაციის კეთება, კლდიაშვილის არ გაკეთება შეიძლებაო. შემდეგ იყო საყოველთაოდ ცნობილი ბაბაჯანას ქოშები. ბაბაჯანა თავის ძველ ფეხსაცმელს ღალატობს, მაკასინებს იცმევს და დადის ამაყად თავმომწონეთ, რაც თავიდან დიდ სიამოვნებასაც ანიჭებს. სიახლე უჩვეულობა ახალისებს, მაგრამ მალე ხვდება, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. ქოშები ხომ ბაბაჯანას სტერეოტიპის არსებითი ნაწილია, მისი გადაყრით დაკარგა იდენტობა და შესაბამისად თავისუფლება, სილაღე, სიმსუბუქე. ანიმაციის ავტორი სწორედ იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ სტერეოტიპისგან თავის დაღწევა შეუძლებელია და ეს ყველაფერი კეთილი იუმორით, ისე მარტივად მიაქვს მაყურებლამდე, რომ იოლდება პრობლემის პუბლიცისტური გააზრების აღქმა. მაყურებელი უეჭველად მოძებნის პარალელს, ანალოგიას საკუთარ შეცდომებთან, რაც სწორი არჩევანის, გადაწყვეტილების მიღების სერიოზულობას დაანახებს. პატიტასიკოს სცენარში ხელოვანი მისივე თქმით ადამიანურ ურთიერთობებთან, სულიერებასთან ანალოგიამ მოხიბლა. მაყურებელმაც უმალ შეიყვარა გაითავისა პერსონაჟიცა და პატიტასიკოს სიარულის მანერა, ხმის ტემბრი, ერთგული ძაღლი ბართლომე, ორაზროვანი, საზისღარი მგელის ქცევებში კი ადამიანთა გარკვეული კატეგორია ამოიცნო. შთამბეჭდავია დიალოგები, სადაც მაყურებელს ინტერპრეტირების, ფანტაზირების, ფიქრის საშუალება ეძლევა, პრობლემათა არსის გასიკრზე განებას, მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ნიუანსებში გარკვევას ემსახურება. სერიალი კვაჭის თავგადასავალი საოცარი პოპულარობით სარგებლობდა. ქართველმა მაყურებელმა უმალ მიიღო და შეიყვარა დროის სულის უმსუბუქესი მანერით გამომხატველი ფილმი. მიყვარს კვაჭი ისეთი ცოცხალი, ისეთი ქართული, ისეთი ავანტურისტულიო, წერდა რეჟისორი. გარკვეული შემოქმედებითი პაუზის შემდგომ ჩავიკეტეთ მე და კოკი დადიანი და თავდაუზოგავად მუშაობდით, იხსენებდა ბატონი დავითი. 9 წლიანი განმარტოება თანამოაზრე მეგობრებთან ერთად უბრწყინვალესი იაკობ გოგებაშვილი დაგვირგვინდა. საოცარი მოგრძალებით გამორჩეული პიროვნება ჩვეული მაღალთა თავმდაბლობით ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში. ჩემთვის პატივსაცემ ბევრ ადამიანს მოეწონა იაკობ გოგებაშვილი, მიხაროდა და ვიყავი გასოსულიო. მისთვის დამახასიათებელი ეს თვითირონია და ჩრდილში დგომისკენ სწრაფვა განსაკუთრებულ ხიბლს ზენდა მის პიროვნებასაც და შემოქმედებასაც. მართლაც უბედნიერესი დღე იყო დავით სიხარულიძისთვის 2023-ის 5 მაისი. გადატენილ კინოდარბაზში უკვე პოპულარული და დაფასებული, საყოველთაოდ აღიარებული რეჟისორის დავით სიხარულიძის თაყვანისმცემელთა ტევა არ იყო, ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არ დარჩა. მაყურებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქუჩიდან გულშემატკივრობდა. და ბოლოს ბედი ჩაკრულოსი, რაც ქართული საგუნდო პოლიფონიის ამ შედევრის კოსმოსში მოგზაურობიდან 45 წლის თავს მიეძღვნა. უამრავი გეგმა ჰქონდა, ფარული ოცნებაც, საშუალება რომ იყოს, კვაჭის თავიდან გადავიღებდიო, დანანებით ამბობდა. ასევე ეოცნებებოდა დავით კლდიაშვილის სიბრძნითა და იუმორით, დიდი სიკეთით, ტკივილებით,
მოყვასისადმი თანაც გრძნობით, თანალმობით, თანამოდარდეობით მდიდარი შედევრების ეკრანზე გაცოცხლება ანიმაციის ენაზე კადრული გადაღების გზით. მიაჩნდა, რომ თუ სათქმელი გააქვს, იდეა გაგაჩნია, ანიმაცია საუკეთესო საშუალებაა მოკლესი გზით, იუმორის, ემოციების, ექსპრესიული გზით მიიტანო მაყურებლამდე ფასეული აზრი, კონცეფცია, დარდი თუ სიხარული, დიდი იმედი. დავით სიხარულიძის მთელი შემოქმედება ხომ ამის დასტურია. ჩვენ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ფანატიზმიაო, ასე მიაჩნდა. წამში რომ 25 ნახატია გასაკეთებელი, რადონის ფანატიკოსი უნდა იყო თითოეულ ნახატს ელოლიავებოდე, ასეთია კადრული გადაღებაო. რადონეზე უნდა გიყვარდეს ეს შენი საქმე, რომ რაღაც თუ შეგეშლება და აბა ამის გარეშე როგორ იქნება, ისევ თავიდან აკეთო, აკეთებ, წვალობს, გიყვარს და მაინც ბედნიერი ხარ. ანიმაციაში ვინც მუშაობს, ამ ბედნიერებას ნაზიარები ხალხიაო უთქვამს. თავად დიდ შემოქმედებით ბედნიერებას ნაზიარები, პიროვნულადაც უბედნიერესი ადამიანი ბრძანდებოდა დიდებული ოჯახის, მოყვარული სამეგობროს, თანამოსაქმე კოლეგათა პატივისცემითა და სიყვარულით გარებოცული. ჩაოქრობელია დავით სიხარულიძის შედევრალურ ფილმებზე გაზრდილი თაობების შემეცნებაში სამარაჯამოდ არეკლილი მისი სულის ნათელი. ჩვენი ძვირფასი დავით სიხარულიძე აღდგომა დღეს ამაღლდა ცად. დიდი მოგეშია. Ну, თავარი ის არის, რომ ჭირისუფლისთვის რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთვის ყველასთვის, იმიტომ რომ აღდგომა დღეს გარდაცვალებას ადამიანი ვერაფრით ვერ დაგეგმავს, რაც არ უნდა მოინდომოს რა. აღდგომა დღეს უpas ადამიანი მიყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ მიყავს თავისთან ყოველგვარი საზვარების გარეშე. ესე ვიცით ჩვენ. მე მაგალითად არ მახსენდება, კი არიან რა, ესე ზუსტად ვერ ვიხსენებ, გამიგია, მაგრამ აი ესეთი ზუსტად რაც ვიცი აღდგომა დღეს ვირთ გარდაიცვალა, ეს იყო ფიროსმანი აღდგომის ღამეს გარდაიცვალა, დიახ, და მე რაღაცით დათო ძალიან მაგონებს ფიროსმანს, რაღაცით. ეკლესიური ადამიანი გძანდებოდა თქვენ ყველასა. დიახ, ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო, ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო და მის შემოქმედებას ეს პირდაპირ ეთყობა. დიახ. სიკეთეს სილამაზე და მე ვიტყოდი უმანკოება ქონდა, ბავშვური უმანკოება შენარჩუნებული, ემხელა ასაკის იყო უკვე რა და აი ბავშვით აბსოლუტურად მე ვიცნობდი ძალიან ახლოს პირადად და შემიძლია დავადასტურო ნამდვილად. და მაღალთა თამდაბლობა საოცარი თამდაბალი ადამიანია. ეხლა ძალიან დიდი რა თქმა უნდა ტკივილი იყო საზოგადოებაში, სოციალურ ქსელებში და ასეთი ფრაზა მომხვდა ხოლმე. ამ ხელახელოვანი როგორ უჩუმრად ცხოვრობდა და უჩუმრად წავიდა. ის შემოქმედებაზე ძალიან საინტერესოდ ისაუბროთ თქვენ. ეს ფილმების ჩვენებაზეც საუბრობთ წინ ეხლაც შეიძლება რომ აი ამის თავაზე. ნუ დავით სიხარულიძე საზოგადოებამ ჯერ კიდე 70-იანი არა 80-იანი წლების დროს გაიცნო, როდესაც მისი პირველი ფილმი დათო თაყაიშვილთან ერთად, დათო თაყაიშვილი იყო რეჟისორი, დათო სიხარულიძე იყო მხატვარი, ეს იყო ჭირი, რომელმაც მოულოდნელად აბსოლუტურად კანის საერთაშორისო ფესტივალზე აიღო მთავარი პრიზი. და ესე იგი ესე იგი იყო აი რა გითხრათ, ისეთი მოვლენა იყო, არ გჯეროდა, არავის მე რომ ნახე ეს ფილმი კი დავიჯერე, ესე იგი რომ ნამდვილად აიღებდა. რაღაცა გადასარევი და უკვდავი ფილმია. მე ვიტყოდი აი დღესაც სრულებით ოდნავადაც არ კარგავს თავის აქტუალობას. რაღაცა ესეთი მონახეს, რაღაცნაირი არქეტიპი მონახეს. შეიძლება ითქვას აი ზედროიცი რა, როდის ყოველ დროს, ყოველ ჟამს, როდესაც აქტუალურია. ეს იყო პირველი ფილმი. მერე იყო ბატიტასიკოს თავგადასავალი, რომლითაც დათომ მთელ საქართველოს შეაყვარა თავი. საქართველოს, იმიტომ რომ ძალიან ქართული ფილმი იყო და ძალიან ესეთი. მაგრამ როგორც მერე გაირკვა, ეს იყო რაღაცა პირველი ნაბიჯები დათოს, იმიტომ რომ შემდეგ რაც გადაიღო 10 წელი იღებდა იაკობ გოგებაშვილი ცხოვრება და მოქალაქობა ფილმს ასე ქვია და მინდა გითხრათ, რომ ეს ფილმი თავისი შინაარსითაც
თავისი მხატვრული გადაწყვეტითაც და მე ვიტყოდი კიდევ ჟანრობრივად, ესე იგი ეს ანიმაციური ფილმია, სრულმეტრაჟიანი. და ვიფიქრობ, რომ დღემდე ამ ფილმს ბადალი არ აყავს არც ერთი კუთხით. ქართველებისთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ იაკობ გოგებაშვილის პიროვნების წარმოჩინება საოცარი, მაგრამ აი ეს თვითონ ტექნიკა, ამ გადაღების ტექნიკა მე ვიტყოდი ძალიან საინტერესო. მე არ შემხვედრია სხვათა შორის ასათ, რომ ფოტოები გაეცოცხლებინოს ვინმეს ანიმაციური თვალსაზრისით და აი ამითი ყოფილი, იმიტომ რომ იაკობ გოგებაშვილზე არავითარი ვიზუალური მასალა არ გაგვეჩნია ჩვენ და ეს ფოტოები, ძველი ფოტოები გააცოცხლა და აი რა გითხრათ, გადასარევი ფილმია და მე მგონია თუ არ მიწყეს კიდევ ვინმე და თუ მიწყეს კიდე და ძალიან კარგი შევეჯიბროთ ამაში ერთმანეთს. ხო, არა, შევეჯიბროთ რა. მგონი რომ ბოლო ჟამს, აი 2000 წელს იყო ამ ფილმის პრემიერა, აი მე ამაზე უკეთეს ფილმი არ ვნახავს ქართული. ხოდა თუ არის იყოს მაგაზე გაირა იქნება. აი მომავალ წელს არის 150 წლის თავი იაკობ გოგებაშვილის დედაენისა და მე ვფიქრობ დათოს ფილმი ფართოდ უნდა იყოს ნაჩვენები. ფართოდ იყოს ნაჩვენები. და რაც მთავარია, დედაენა უნდა დაბრუნდეს სკოლაში. აუცილებლად, რაც ლაპარაკობ ჩვენ გავიზარდეთ ამ დედაენაზე და უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. ჩემი გადაცემიდან არაერთ გზის ლამის დედაენის გარეშე ცხოვრება რაღაც ესეთი. აი ამ ჩვენს უბრალოდ დარჩენილ მიტოვებულ სკოლებში იქნებ 150 წლის თავზე მაინც დაბრუნდეს დედაენა. მიხარია რომ თქვენ და აი შემდგომი ფილმები კიდევ ქონდა მას. ორი სერიალი ქონდა, კი ქონდა სხვა ფილმებიც მე მინახავს, მაგრამ აი ეს ორი მთავარი სერიალი იყო. ესე იგი ერთი იყო კვაჭი ანტირაძე და ძალიან აი რა გითხრათ, მიმოხილვა იყო ეპოქის ეს მარტო იუმორი და მარტო ეს არა და მეორე სერიალი ქონდა კიდე ფაქტიურად იყენებდა თავის გურუ იუმორს, გურუ ტემპერამენტს და ასეთი ტიპის ფილმი იყო, მაგრამ ესეც რაღაცა საოცარი ფილმი იყო, ესე იგი გაანალიზებული იყო აი ეს რევოლუცია რაც მოხდა, ხო, საქართველოში. სახეთუსადმე ჩანს ნაწარმოებში ეს ძალიანად გამოსჭრიოდა. და ესე იგი ეს ძალიან საინტერესო იყო ანალიზი, თან სასაცილო, თან რაღაცა და თან ძალიან დიდი ტკივილი იყო ამ ფილმში. ამ ფილმებში იუმორში ხო უზარმაზარი. კიდე ერთი ფილმი ქონდა, ბოლო რამდენადაც ვიცი, თუმცა ეს სერიალები გრძელდებოდა და ეს ფილმი ჩემი აზრით იყო მისი, რა ვიცი, აი ჰიმნი თუ რაღაცა ესე. ფილმს ერქვა ჩაკროლო, ეს არის, აი როგორ გითხრათ, თანამედროვე რაღაცნაირი გამოსახულებებით, იუმორით, რაღაცნაირი ესეთი მანერით შესრულებული ფილმი, რომელშიც ესე იგი საოცარი შეფასებაა გაკეთებული ამ ჩაკროლოზე. ყველანი ციტეს რა არის, ყველანი რაღაცა ერთი აზრი გაგვეჩნია, მაგრამ დათომ ამ ფილმით ჩაკროლოს რაღაცა ღვთაებრივი სიმაღლე და ღვთაებრივი შინაარსი მიანიჭა და აი და საოცარი ესეთი მოულოდნელი განვითარება ფილმში და ბოლოს აღმოჩნდება რომ ეს არის კოსმიური ჰიმნი და ნამდვილად ასე არა. ეხლა დადასტურდა კიდე. კი, რა თქმა უნდა, დადასტურდა და ამიტომ ეს იყო მისი შემოგონებელი რომ კოსმოსში გაიგზავნა, მაგრამ აი ეს თავისებური ინტერპრეტაცია გააკეთა, რომ არა ჩანაწერი გაგზავნა, არამედ როგორ დაჰკრეს ეს სიმღერა კოსმოსში. აი ეს გააკეთა. შეიძლება ვთქვა დიდი ქართველი, დიდი ხელოვანი დაკარგა დღეს საქართველოს. არ დაუკარგა. რა გათქმა. პირიქით. იმდენი რამე გაკეთებული დრო უნდა, ახლა მაგის გამომზიურობას ხო? ის აღქმას, სულფასოვნად აღქმას და დაფასებას. ძალიან დიდი მადლობა. აი ხა. ურმესი მადლობა. სადაგოცოთ ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად არის. ადამიანი ანთებულ კელაპტარს უნდა ჰგავდეს, იწვოდეს და სხვას უნათებდეს ბრძანა, ქადაგების დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ეფრემ მეორემ. უთუოდ ანთებულ კელაპტრად ემახსოვრება დიდი ხელოვანისა და პიროვნების, დავით სიხარულიძის დახვეწილი ხელოვნება ქართულ საზოგადოებას, მის შედევრალურ ფილმებზე გაზრდილ არაერთ თაობას, სამყაროს.